საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შეპესე ლაგი კაპიტალი. ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ ლაგი კაპიტალი ხელშეკრულებებით ნაკისრო სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საამასო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს ეტაპობრივად ამასის სახით გადაურიცხა 11.200.000 ლარზე მეტი. ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართ საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9.365.000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამისი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე სისხლისამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისა და ამავე ფონდის ორი თანამშრომლის, ასევე შეპესე ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირების მიმართ.